მამათა მამისათა დაწისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთანაც მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთის და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის დიდი მეუფე მამაიჩვენ ილიას ლოს ვაკურთხევით ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს ნინაობას ეს დღესასწაული არის ჩვენთვის ქართველებისთვის რა თქმა უნდა არა მარტო სარწმუნოებრივი არამედ ძალიან დიდი ეროვნული დღესასწაული წმინდა ნინო გახლავთ ანდრია მოციქულის ქადაგების წარმართება რომელმაც ანდრია მოციქულმა იქადაგა საქართველოში პირველი საუკუნის 38 წლიდან და წმინდა ნინო როგორც ამბობს საქართველოს ისტორია ეკლესიის ისტორია ბრძანდება ქართველი ხალხის ემბაზი უდიდესია მისი დამსახურება ჩვენი ერის წინაშე ის არის ქართველი ხალხის ნათლია და ამავე დროს ის არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოგზავნილი საქართველოში თქვენ კარგად მოგეხსენებათ რომ ის ბრძანდებოდა შვილი წმინდა ზაბულონის და წმინდა სოსანასი ზაბულონი მისი მამა იყო ძალიან დიდი ღვაწლის მქონე ადამიანი რომელმაც ბრანჯნი როგორც წერია ქართლის ცხოვრებაში მოაქცია სარწმუნოებაში და განათლა მათი ერისმთავრები და მისი დედა გახდათ პატრიარქის იერუსალიმის პატრიარქის და როდესაც წმინდა ნინო შემდეგ წამოიზარდა მისმა მშობლებმა დალოცეს თავისი შვილი მამა წავიდა უდაბნოში და დედა მისი მსახურობდა საპატრიარქოს კარზე და წმინდა ნინო იცოდა რომ მაცხოვრის კვართი იყო საქართველოში ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა რომ მექადაგა საქართველოში და როგორც ჩვენი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორე ბრძანებს წმინდა ნინოს ჩამოსვლა საქართველოში და მისი წამოსვლა რა თქმა უნდა უპირველესად განპირობებული იყო დიდი სარწმუნოებრივი გზნობებით და იმ ქვეყნის ხილვით სადაც იყო ქრისტეს კვართი დაკრძალული და სადაც გამოირჩია ეს ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სილხვედრი ქვეყნის სიყვარულით ამავე დროს როგორც ჩვენი პატრიარქი როგორც უწმინდესი ბრძანებს განპირობებული იყო ასევე ძალიან დიდი ეროვნული გზნობებით იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ რომ წმინდა ნინო და წმინდა გიორგი ბრძანდებოდნენ კაპადოკიელები და კაპადოკიაში ცხოვრობდნენ როგორც ქართლის ცხოვრება ამბობს და როგორც სოფლიო ისტორიკოსები ამბობენ კაპადოკიაში ცხოვრობენ მესხები ცხოვრობდნენ რა თქმა უნდა არ იყო შემთხვევითი ის რომ საქართველოს ესე იქნა გამორჩეული რომ უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დავალებით წამოვიდა წმინდა ნინო იმიტომ რომ ქართველი ხალხი გარკვეულად გამოირჩია უფალმა და ჩააბარა უდიდესი სიწმინდეები თქვენ მოგეხსენებათ რომ მაცხოვრის ტანსაცმელი კვართი მისი სამოსი მხოლოდ და მხოლოდ არის დაკრძალული მცხეთაში საქართველოში და ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი სიწმინდე ჩაბარდა ქართველ ხალხს ამის წინ ილია წინასწარმეტყველის თეზბიტელის ხალენი ჩაბარდა ქართველ ხალხს ილია თეზბიტელის ხალენი თქვენ მოგეხსენებათ არის სიმბოლო ორთოდოქსული მღვდლობისა ანუ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისა და ღვთისმსახურებისა ხოლო მაცხოვრის კვართი კიდე გახლავთ სიმბოლო განუყოფელი ეკლესიისა ასევე სიმბოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის დაფლით საქართველოში უფალმა წინასწარ მიანიშნა რომ გამოგზავნით საქართველოში რომ ეს ქვეყანა გახდებოდა ღვთისმშობლის წილხვედრი და წმინდანები ამბობენ რომ ქვეყანა რომელშიც კვართია დაკრძალული იმ ქვეყნის ეკლესია ბოლომდე დარჩება
ერთგული ქრისტე ღმერთის და ამ ეკლესიას ვერავინ ვერ შეძლებს რომ რაიმე ავნოს და ეს ეკლესია გაბრწყინებული ჩაბარდება უფალს. თქვენ მოგეხსენებათ რომ შემდეგ საქართველოს გახდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სილხვედრი და შემდეგ უკვე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იწყებს ზრუნვას საქართველოზე და მისი პირველი ნაბიჯი არის ანდრია პირველწოდებული წარმოგზავნა საქართველოში. თავისი ხატი გადაცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოგეხსენებათ. აწურის ხატად წოდებული არის ეს, მოვიდა დიდაჭარაში ანდრია პირველწოდებული მობრძანდა და უამრავი მოინათლა ქართველი, შემდეგ იმოგზაურა საქართველოში, გადავიდა აწურში და სხვა კუთხეებში და რადგანაც ჯერ კიდე სახელმწიფო არ იყო ქრისტიანული, ანუ მთავრობა ქართველი ხალხის არ იყო ქრისტიანული და რა თქმა უნდა მაშინ იყო ქრისტიანული ეკლესია საქართველოში წმინდანოს შემოსვლამდე, აი რომ დღევანდელი არქეოლოგიური გათხრები ამტკიცებენ იმას, რომ მეორე საუკუნის, მესამე საუკუნის ქრისტიანული სამარხებია საქართველოში უამრავი აღმოჩენილი, მათ შორის მცხეთაში. და იმ გვირგვინის დასადგმელად ქართველი ხალხის უკვე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მეორე ნაბიჯს შეიძლება ესე ითქვას, მეორე ძალიან დიდ საქმეს უკეთებს ქართველ ხალხს და ეცხადება წმინდა ნინოს, გადაცემს მას ვაზის ჯვარს თავის დამზადებულს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და აგზავნის საქართველოში. და აი წმინდა ნინო საკუთარი მოწაფე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მობრძანდება საქართველოში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ზალით და მის მიერ გადაცემული ჯვრის ზალით და მადლით უამრავ სასაულებს ახდენს, რომელიც თქვენ მოგეხსენებათ წმინდა ნინოს ცხოვრებიდან და აქრისტიანებს ჯერ დედოფალს ნანას ფაქტიურად მას საშინელი უძლურებიდან აღადგენს და შემდეგ როდესაც წმინდა მირიან მეფე ჯერ კიდე მოუნათლავი აი ესეთ შინაგან ბრძოლებშია და ამბობს რომ აი ვერ გადაუწყვეტია ჯერა გააკეთოს, რა თქმა უნდა ძალიან დიდი იქნებოდა სასახლის კარზე წარმართული ასე ვთქვათ მხარე და ისინი რა თქმა უნდა თავისას ცდილობდნენ რომ მეფე ვთქვათ დარჩენილიყო მათ სარწმუნოებაში და ერთ პერიოდში გარკვეულ მომენტში გადაზალებენ კიდეს როგორც ჩანს, იმიტომ რომ როდესაც ხოთის თაზე ბრძანდება მირიან მეფე, ის გადაწყვიტავს და თავის თანხლებ ხალხს ეტყვის რომ არაჯერ არსო ჩვენი წინაპრების ჟულის დატოვებაო და აი ამ ჩამოსული ტყვე დედაკაცის ჟულზე გადასვლაო ჩვენ არ ვიცითო ისო ვინ არისო და გადაწყვიტავს წმინდა ნინოს მოკლას და ასევე თავის სულის მოკლას თუ კი ის არ დატოვებს ქრისტიანობას და აი ამ დროს უკვე ღვთისძალა ერევა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით მირიან მეფეს უბნელდება საერთო თვალს, საერთო თვალში ვეღარ იხედება, შეევედრება ის თავის კერპებს, შეევედრება თავის ძველ, ასე ვთქვათ, საქართველოში მყოფ კერპებს, მაგრამ ისინი ვეაფერს ვერ უშველიან და უცებ მის გულს მადლი შეეხება ისე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და წმინდა ნინოს ლოცვით, გულისხმავ ყოფს და ჩამოვა ცხენიდან დაიჩოქება და იტყვის წმინდა ნინოს ღმერთო, მე ვიცი რომ შენ მჟიო, იმიტომ რომ წმინდა ნინოს მოკლა მინდოდაო, თողონ განმინათლე თვალიო და მე კი არ მოკლავსო ნინოს არამედო, მე წავალ და ნინოს რჯულს მივიღებო, რასაც მე თქვის იმას გავაკეთებ და აგიშენებ დიდ ტაძარსო და სვეტს აღმართავ. და ამ სიტყვებზე მას, ამ ლოცვაზე მას თვალს გაუნათლდება თქვენი ცით და მეფე ხმამაღლა იყურებს დიდხარ შენ ქრისტე ღმერთო, ნინოს ღმერთო და ჩაუბრძანდება საქართველოში და თქვენ მოგეხსენებათ ნინოს თაყვანსემს და ამის შემდეგ იწყება უკვე ქართველი ხალხის მონათვლა, მეფე ნათელს იღებს, ეკლესია მონასტერს